12 იუნის საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო. Რამდენად გაუმჯობესებული ვარიანტია და რამდენად დაცულია დასაქმებულთა უფლებები. ამაზე პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ისაუბრებს. რეგიონული რადიო მაუწყებლობა, რა სახის გამოწვევების წინაშე დგას რადიო ჰერეთი, რაც ნიშნავს ევროსტრუქტურებში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ბრიუსელის პრესკლუბი. გიორგი ფოფხაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ასევე ირანის ელჩმა სომხეთში განცხადება გააკეთა, რა კავშირშია ეს განცხადება საქართველოსთან. ამ თემასთან დაკავშირებით სომეხი ექსპერტების კომენტარს შემოგთავაზებთ. ამრიგად, ქართული და უცხოური მედიის აქცენტები. დილამშვიდობის თქვენ პრეს-ზონას უყურებთ. ამ და სხვა თემებზე გადაცემის მსვლელობისას მანამდე კი მოგიყვებით თუ რაზე საუბრობდა ბეჭდური მედია სამუშაო კვირის მსვლელობისას ნანა კალანდაძეს მოусმინოთ. დილამშვიდობისა ყველას, ვინც გვიყურებს, გადავხედოთ ამ კვირის გაზეთებს, რაზე აკეთებდა აქცენტს ქართული ბეჭდური მედია. ავღანეთში 7 ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ პრესა აქტიურად ალაპარაკდა ISAF-ის მისიაზე. უნდა მონაწილეობდეს თუ არა ქართული კონტინგენტი ამ მისიაში, ამ საკითხზე 28-ჯერ დაიბეჭდა სტატია. მოცულობის მხრივ ყველაზე დიდი ფართობი სწორედ ამ თემას დაეთმო A3 ფორმატის ტიპის გაზეთის 32 გვერდი. მეორე საკითხი გარკვეულწილად ავღანეთის თემის გაგრძელება, ვინ დგას თალიბების სახელით გავრცელებული მუქარი შემცველი ვიდეოების უკან, ამ საკითხზე 15-ჯერ დაიბეჭდა სტატია. საპრეზიდენტო მარათონი კვლავ აქტუალურია ქართულ პრესაში, ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და რა შანსები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებს, ამ საკითხზე 6-ჯერ დაიბეჭდა სტატია. ახლა კი ის პიროვნებები, რომლებზეც კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად წერდა პრესა, პირველი ადგილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა 15 სტატიით გაინაწილეს. თუმცა პრემიერზე დაწერილი სტატიებიდან 2 იყო უარყოფითი ხასიათის, 13 კი ნეიტრალური, ხოლო პრეზიდენტზე დაწერილი 15 სტატიიდან 5 ნეიტრალური, 10 კი უარყოფითი ხასიათის სტატია დაიწერა. მეორე ადგილზე ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 8 სტატიით გავიდა. აქედან 1 დადებითი, 1 უარყოფითი, 6 კი ნეიტრალური ხასიათის სტატია იყო. მესამე ადგილზე ვანო მერაბიშვილი 7 სტატიით გავიდა. აქედან 2 უარყოფითი, 5 კი ნეიტრალური ხასიათის სტატია. გადავხედოთ პოლიტიკოსების ინტერვიუები და ამოღებულ მხიარულ ფრაზებს. სოსო ცინცაძე საზოგადოებრივი ტუალეტების საკითხი რომ განიხილებოდეს, ესეც პოლიტიკური ბრძოლის საკითხი იქნებოდა. ლევან ბერძენიშვილი დღეს რუსთაველი ან ჭავჭავაძე რომ გაცოცხლეს და თქვას კანდიდატი ვარო, ისიც კი ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში. მაია სამჭკუაშვილი აცტუბნიკებს გვაიძულებენ, პრესტუბნიკები გავხდეთ. გიორგი გიგაური საქართველოს უბედურებაა რომ დღემდე სააკაშვილი პრეზიდენტობას იჩემებს. ესოფო ნიჟარაძე კი საქართველოს ჰიმნის უალტერნატივო შემსრულებლობას. გოგა ხაინდრავა ავღანეთში ისე დამყარდება დემოკრატია, როგორც მთვარეზე გაშენდება სემირამიდის ბაღები. გიორგი დემეტრაძე 1 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა რომ მე დინამო სტადიონზე ვითამაშებდი, ვანო კი უტელევიზორო საკანში იჯდებოდა. ალექსანდრე ქანთარია სააკაშვილმა ახალი გასართობი იპოვა და უშიშროების საბჭოს სხდომების მოწვევა დაიწყო. ეს გახლავთ ის მთავარი თემები, რაზეც კვირის განმავლობაში ქართული ბეჭდური მედია წერდა. ქართული ბეჭდური მედიის ძირითადი აქცენტები ნანა კალანდაძემ გაგვაცნო, ამჯერად უკვე რეგიონული მედია და რაზე წერს დღეს აჭარა, რაზე წერდა კვირის მსვლელობისას აჭარა, ამაზე თეონა ბაკურიძე ისაუბრებს. მოგესალმებით და გისმენთ თეონა. მრავალფეროვანი თემებით არის წარმოდგენილი პრესა აჭარაში, აქტუალურია სოციალური საკითხები და რა თქმა უნდა პოლიტიკა. მოდით დავიწყოთ გაზეთი ბათუმელებით. გაზეთი ბათუმელების ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე. საქმე ეხება სტუდენტებს, რომლებიც ნიგერი და ბათუმში ჩამოვიდნენ სასწავლებლად. ისინი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ ქართულ სტუდენტებთან ერთად და მათ რედაქციის ჟურნალისტს მოუხდნენ თუ როგორ ემუქრებიან მათ ქართველი სტუდენტები. გარდა ამისა, გაზეთის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეკომიგრანტები აჭარაში. მე შეგახსენებ საქმე ეხება წალკაში ჩასახლებულ აჭარელ ეკომიგრანტებს, რომლებიც ბათუმში დაბრუნდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში აქციებს მართავენ აჭარის მთავრობის სახლთან. მათ გუშინ უკვე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი წინევანიშვილი და დახმარებას დაპირდა. მთავარი თემები იყო სხვადასხვა ხასიათის. ერთ-ერთი მათგანი იყო მაგალითად შემცირებული ულუფა ჯარში. ჯარისკაცები ჩივიან რომ ბოლო პერიოდში მათ შეუმცირეს ულუფა, ცხადია მათ ეს არ მოსწონთ და ეს მათთვის პრობლემაა, თუმცა ოფიციალური მხარე ამბობს რომ ეს მოხდა რაღაც მეცნიერული გათვლების შედეგად. ასევე მნიშვნელოვანი თემაა ჩემი აზრით მედია სკოლის, ბათუმელების მედია სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული სტატია.
მოვისწავლეთ ცოლისა და დედის როლში, რომელიც სადაც საუბარია საკმაოდ შემაშფოთებელ ციფრზე, რომელიც მოხდა, რაც მოხდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც. კერძოდ 7000-ზე მეტმა მოსწავლე გოგონამ დაანება გასულ წელს სწავლას თავი იმის გამო, რომ დაქორწინდა. შეეხება გაზეთ აჭარას, გაზეთი საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს მიმდინარე მოვლენებს, გარდა ამისა, მათ გამოაქვეყნეს სტატია ვარცხანის დასახლებაზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ზეთის წარმოებელი კომპანია პრობლემას უქმნის მათ ჯანმრთელობას და გარდა ამისა პრობლემას ქმნის ეკოლოგიური თვალსაზრისით და ასევე გაზეთის მთავარი თემები იყო თესების საკითხი, მაღალმთიან აჭარაში და ხე-ტყის გაჩეხვა. ჩვენი ბოლო ვერსია იყო ეკომიგრანტებთან დაკავშირებით. ჩვენ გქონდა სერიოზული მასალები ხე-ტყის გაჭრასთან დაკავშირებით, სადაც ბევრი დანაშაული აღმოვაჩინეთ და გავაშუქეთ ეს ყველაფერი. და ერთი კიდევ ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რო შემოგთავაზეს, ეს იყო ზეთის ქარხანა, რომელიც ეკოლოგიურად არღვევს თავისი ფაქტებით და დოკუმენტაციით დადასტურებული, ჩვენ რო გავაშუქეთ და სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ამაზე რეაქცია. აჭარაში გამოცემული გაზეთების რაოდენობა არ მთავრდება, რეგიონში კიდევ გამოიცემა 2 გაზეთი, ეს არის აჭარა PS-ი და ჩემი ქობულეთი. აჭარა PS-ის ბოლო კვირის მთავარი თემა გახდა წალკაში ჩასახლებული აჭარელი ეკომიგრანტების საკითხი, რაც შეეხება ჩემს ქობულეთს. ჩემი ქობულეთი სახელწოდებიდან გამომდინარე, მეხვდებით, რომ წერს ქობულეთის მუნიციპალიტეტზე ბოლო პერიოდში აქ დაიბეჭდა სტატიები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ესთეონა ბაკურიძე გახლავთ, რომელმაც გაგვაცნო აჭარის ბეჭდური მედიის ძირითადი აქცენტები. რეგიონი კვლავაც აქტუალური, ამჯერად უკვე რეგიონული რადიომაუწყებლობის გამოწვევები. ახლა ჩვენი რადიოსადგურის შესახებ გიამბობთ, რომელიც USAID-ის და IREX-ის ბოლო კვლევით ლიდერია რეგიონულ რადიოსადგურებს შორის. რადიო ჰერეთი ახალი გამოწვევების წინაშე მდგარი რეგიონული მაუწყებელი. ნახეთ მადონა ბატიაშვილის რეპორტაჟი ლაგოდეხიდან. ჰერეთი ერთადერთი რადიო მაუწყებელია კახეთში, რომლის ხმა 15 წელია საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთიდან FM 102 და 8 ტალღაზე ისმის. დაფარვის ზონაში კახეთი და დასავლეთ აზერბაიჯანია, სადაც 9 მილიონზე მეტი მაცხოვრებელია. 24 საათიანი მაუწყებლობა, საათში ერთხელ ახალი ამბები, საავტორო შოუ პროგრამები და ჟურნალისტური გამოძიება, გადაცემები ეთნიკური უმცირესობებისთვის. ეს რადიო ჰერეთის სამაუწყებლობადია. საქართველოში 12 საათია. ჩვენ მყიდით რეკლამას და არა ახალამბებს. უსმინე უკეთეს. დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკა ჰერეთის წარმატების საიდუმლოა. გიორგი ალადაშვილი რადიო ჰერეთის საინფორმაციო სამსახურის უფროსია. ამბობს, რომ ობიექტური ინფორმაციით საზოგადოების უზრუნველყოფა რადიოს მთავარი პრიორიტეტია. ახალი ამბები იწყება იმით, თუ რა ხდება კახეთის სხვადასხვა ქალაქში და სოფელში. თითოეულ ინფორმაციას აქვს გამოხმაურება. ჩვენ ჟურნალისტებს ხშირ შემთხვევაში არ უწევთ იმის ფიქრი, რომ აი რა გავაშუქო, როგორ მოვიძიო თემა. ჩვენთან ათეულობით არის შემოდის დღის განმავლობაში. სხვადასხვა სოციალური ფენის თუ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გვიკავშირდებიან, გვიყვებიან პრობლემის შესახებ, სადაც ჩვენი ჯგუფი ჩადის შემდეგ და რეპორტაჟს ამზადებს. ეს ლაგოდეხის ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია. ისევე როგორც სხვა დაწესებულებებში, აქაც რადიო მიმღები მხოლოდ ჰერეთის სიხშირეზეა მომართული. დილით როდესაც შემოვდივარ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვთავაზ რადიო ჰერეთს და უსმენ ობიექტურ ინფორმაციას. ლაგოდეხის კი არა, კახეთის მასშტაბით კი არა, მის ფარგლებს გარეთაც უსმენდი და მე მგონი საუკეთესო რადიოა. ჰერეთი ნოვატორია სხვადასხვა თოქ-შოუსა და საგამომძიებლო გადაცემების წარმოებაში. დოიჩე ველესა და BBC-ის ტრენერების დახმარებით პირველად ქართული რადიო მაუწყებლობის ისტორიაში ჰერეთზე მომზადდა ჟურნალისტური გამოძიებები და რადიო ჟურნალები. სხვადასხვა კვლევის მიხედვით ჰერეთი დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს ობიექტური, მიუკერძოებელი და სანდო საინფორმაციო პოლიტიკის მატარებელი მედია კომპანიის იმიჯს. ამის გამო მას არაერთი სერტიფიკატი და სიგელი აქვს მიღებული. 2006 წელს მსოფლიო სამაუწყებლო ტრესტისგან ნომინაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რადიოს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.
არ არის ყველა. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, რომელსაც რადიოჰერეთთან არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მას სანდო პარტნიორად მიიჩნევს. თვითონ ეს რადიო ამ შემთხვევაში არის ერთადერთი ამ შემთხვევაში რადიო გინაღამთელ კახეთში, რომელიც ლოკალურად ადგილობრივ პრობლემებზე მუშაობს და საინტერესოა მათთან ყოველთვის თანამშრომლობა და ურთიერთობა. ჰერეთის საქართველოს რეგიონალურ რადიოსადგურთა ქსელის GRRN-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა და მისი პარტნიორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული რადიოსადგურები არიან. ჰერეთი პირველი ქართული რადიო მაუწყებელია, რომელიც ეფლის ქსელში მაუწყებლობს. ჰერეთისთვის ახალი გამოწვევა თბილისში მაუწყებლობა. ლიცენზიის მოთხოვნით რადიოსადგურმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მიმართა. ხმის რეჟისორის პულტთან ნატალია შუბიტიძე მუშაობდა სტუდიაში გიორგი ალადეშვილი. მე დროებით გემშვიდობებით. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ კი უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. საუბარი გვექნება კვირის ერთ-ერთ მთავარ თემაზე, ეს არის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გოჩა გვესტუმრება. სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. დაპირებისამებრ სტუმართან ერთად დაგიბრუნდით, შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცვლილებებს კომპრომისულს უწოდებს და აცხადებენ, რომ ეს შრომით ურთიერთობების ახალი ეტაპია, თუმცა შრომის კოდექსში დარჩენილ პრობლემებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე საუბრობს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი, სწორედ რომ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გოჩა ალექსანდრე სტუმრობს დღევანდელ გადაცემას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დილამშვიდობის ბატონო გოჩა. მოდით ვისაუბროთ ამ ცვლილებებზე. მიჩნეული იყო, რომ ამჟამინდელი შრომის კოდექსი უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა დამსაქმებელს და ხშირ შემთხვევაში დასაქმებულის უფლებებს ლახავდა. რა ხარვეზები აღმოაჩინეთ, რა პრეტენზიები გაქვთ, რა შენიშვნები გაქვთ და მოდით უბრალოდ მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით დავიწყოთ, როგორ შეაფასებთ ახალ შრომის კოდექსი. დიდი მადლობა დილამშვიდობის, მადლობთ მოწვევისთვის. ერთი ფრაზით ალბათ ესე შეიძლება დავახასიათოთ, ველოდებოდით ნახტომს და გამოვიდა ნაბიჯი, მაგრამ ნაბიჯი წინ. არის უარყოფითი, არის პოზიტიური მომენტები ცვლილებებში. ერთის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტების კუთხით გაუმჯობესდა კოდექსი, მაგალითად შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები, ზეგანაკვეთურ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, ახალგაზრდების შრომასთან დაკავშირებული საკითხის სამუშაო დროის კუთხით. ეს თითქოს უკეთესად გამოიყურება, მაგრამ მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ რამეზე. უფლებები არაფერია, თუ მათი განხორციელების საშუალებები და გზები არ არის კანონში ჩადებული. ჩვენ იმთავითვე მოქმედი კოდექსის მინუსი იყო და რჩება სამსახურიდან უმიზეზოდ ადამიანების დათხოვნა. ამ შემთხვევაში რა შეიცვალა? და ვადიანი ხელშეკრულებების განუსაზღვრელი, ასე ვთქვათ, შეუზღუდავად გამოყენება დამსაქმებლების მხრიდან. ამ შემთხვევაში შეიცვალა ერთი ნაწილი, ანუ სამსახურიდან უმიზეზოდ ვეღარ დაითხოვენ ადამიანს, ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება დასაბუთება ობიექტური გარემოებებით, მაგრამ მეორეს მხრივ ვადიანი ხელშეკრულებების ნაწილში გვაქვს დარჩა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ იქაც ერთგვარად სტრუქტურირებული იქნა მიდგომა, მაინც დარჩა ნედავარქებდი შავი ხვრელები, რომლის საშუალებითაც დამსაქმებლისთვის რჩება ადვილად მანიპულირებადი მომენტები, როცა მან შეიძლება ის სტანდარტები, რომლებზეც წეღან ვილაპარაკე და გაუმჯობესდა, არ გამოაყენებინოს დასაქმებულს. მიზეზი ამის. მიზეზი ის არის, რომ სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველი თავისთავად არის ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა. და როდესაც ვადიან ხელშეკრულებას, მით უმეტეს მოკლე ვადიან ხელშეკრულებას გააზრდის ვადა, ამ შემთხვევაში დასაქმებული თავისუფალია ისედაც და დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება დაუსაბუთოს მიზეზი. იმიტომ რომ თავისთავად მიზეზი არის ვადის გასვლა. აქედან გამომდინარე 3 თვით, 5 თვით, თუნდაც 1 წლით, ან წელიწადნახევრი დაქირავებული სამსახურში აყვანილი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რამდენი მოითხოვოს, რა ზომით მოითხოვოს და საერთოდ მოითხოვოს თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში მას უფლებები უდევს, იქნება ეს შვებულება 24 დღიანი, მავნე პირობებში მომუშავების კიდე 10 დღიანი დამატებითი კალენდარული დღე შვებულება ანაზღაურება. ეს პლუსია. ეს პლუსია, მაგრამ ისევ და ისევ თქვენ შეიძლება უამრავი უფლება გქონდეთ, მაგრამ თუ მეორე მხარე, ვინც ამის განხორციელების საშუალებასთან გაძლევდეთ, აღჭურვილია ისეთი უფლებებით, რომ თქვენ შეიძლება საერთოდ სამსახურიდან გაგიშვათ, მაშინ თქვენ ძალიან დაფიქრდებით ის უფლებები, საერთოდ იმ პრეტენზიები განაცხადოთ იმ უფლებებზე თუ არა.
აი ჩვენი მიმივხვდით ალბათ ხო? აი ეს არის პრობლემა. ანუ მოქმედ კოდექსში იყო სამსახურიდან უმიზეზო დათხოვნის უფლება, რაც შეიზღუდა ეხლა ცვლილებებით, მაგრამ კვლავ დარჩა გარკვეულ კატეგორიების საწარმოებში და ბიზნესებში მოკლევადიანი კონტრაქტების დადების შეუზღუდავი უფლება. თუმცა იქ დაწესდა ჭერი, მაგალითად თუ დამწყებ ბიზნესს ეხება საქმე, მაშინ 48 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაწესდა და 48 თვის შემდეგ უკვე დასაქმებული განუსაზღვრელობადიან ხელშეკრულებაზე უნდა გადაიყვანონ. ადამიანები, რომლებიც თქვათ მუშაობენ 1 წელზე მეტი კონტრაქტით, მათთან 2-ზე მეტჯერ ვერ დადებენ ვადიან კონტრაქტს და შემდეგ ის უნდა თუ დადებენ, მაშინ ის უკვე იყოს განუსაზღვრელ განუსაზღვრელ კონტრაქტს მინდა შევეხო, ესეც ერთგვარად წინ გადადგმული ნაბიჯი. კი ბატონო, გეთანხმებით რომ არის. თუმცა პრობლემა ისევ და ისევ, სანამ განუსაზღვრელ ვადამდე მიხვალთ, მანამდე ხართ ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თქვენი ვადა რამდენჯერმე შეიძლება ამოიწუროს, თქვენი კონტრაქტის ვადა 30 თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება ამოიწუროს, რამდენჯერმე შეიძლება დადოთ თქვენთან ვადიანი ხელშეკრულება. ანუ ჩვენი მოთხოვნა იყო შემდეგი: ხომ ყველაფერი უნდა იყოს ერთგვარად სამართლიანობის ფარგლებში, ხომ? მთავრობა ამას აღიარებს, პარლამენტი ამას აღიარებს, თითქოს ბიზნესმენებიც აღიარებენ, მაგრამ მაინც თავგამოდებით იცავდნენ და მოითხოვდნენ იმ უფლებას, რომ ჩვენ გქონდეს უმიზეზოდ ვადიანი კონტრაქტის არ გაგრძელების უფლება. აი დაუსაბუთების გარეშე. თუმცა ეს არა აქვთ, ხომ? აქვთ. საქმეც ესაა, რომ კი ბატონო, იმ 48 თვის პერიოდში, ან იმ 30 თვის პერიოდში, ხო, იმ შემთხვევაში განმარტების გარეშე უკაცრავად. განმარტების გარეშე კონტრაქტს ვადა რო გაზის თავისთავად საფუძველი ამას ვამბობ, გათავისუფლების და გაგრძელების ვალდებულება კონტრაქტისა დამსაქმებელს არა აქვს. ის მის კეთილნებაზეა. თუ ის ორჯერ გააგრძელებს და მესამეჯერ მიდგება საქმე და უკვე უვადო იქნება. მაგრამ საქმე ეს არის აი პერიოდში რა ხდება? ამ 30 თვის, 48 თვის. თავიდან ჩამოყალიბდა პირველ ასე ვთქვათ ადრეულ პროექტში ცვლილებებისა. კარგად იყო ჩამოყალიბებული, რომ სამსახურში შეიძლება ადამიანი აიყვანო ერთი დღითაც, ერთი კვირითაც, ერთი თვითაც, მაგრამ ამისი мотиваცია უნდა კონდეს დამსაქმებელს და ობიექტური გარემოებებით ესო დასაფუდეს. იქნება ეს სეზონური სამუშაო, ვინმე შვებულებაში ან დეკრეტულში და მის ნაცვლად დროებით პირს იყვანეს სამსახურში. კონკრეტული ვადის პროექტია, ეს ობიექტური ვადაა. მაგრამ რატომღაც დამსაქმებელებს, რატომღაც კი არა გასაგებია, რატომაც არა, ეს არ ეყოთ და ამის შემდეგ წავიდა მთელი ბრძოლა იმისთვის, რომ ყოფილიყო ეს დაწესებული 30 თვიანი ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში 48 თვიანი ვადა, რომ მის შიგნით ეს ობიექტური მიზეზების წარმოდგენა მათ არ დაჭირვებოდათ და მათ ამას მიაღწიეს. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ამ სფეროშიც კი, აი ამ ასე ვთქვათ, წრეშიც კი 30 თვიან თუ 48 თვიან პერიოდშიც კი შესაძლებელია ისე მოქმედება, თქვათ, პროფკავშირებს დაჭირდება სტრატეგიულად მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რომ დასაქმებულებმა ერთგვარად მოზოგონ თავისი მოთხოვნები, უფრო სხვანაირი ბრძოლის მეთოდები დაგჭირდება, რომ ხალხის სამსახურიდან არ გააგდონ პოლიტიკური აქტიურობის გამო, პროფკავშირული აქტიურობის გამო, თავისუფლების დაცვის გამო, მაგრამ ეს უკვე ჩვენი სამუშაოა. მე პირადად ფიქრობ, რომ ამ კოდექსმა ვერ უზრუნველყო კაპიტალსა და შრომას შორის ერთგვარი მშვიდობიანი და სამართლიანი თანაცხოვრების მოდელის მოძებნა. ბოლომდე მაინც ვერ უზრუნველყო. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე შესაძლებელია? ჩემი აზრით შესაძლებელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. იცით რა არის, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩვენ პროფკავშირები იმას, რომ შრომის კოდექსი თითქოს უნდა იყოს დოკუმენტი, რომელმაც სამუშაო ადგილების შექმნა უნდა უზრუნველყოს. ეს ნონსენსია. სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა ხდება ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, საგადასახადო პოლიტიკის გამარტივები და ასე შემდეგ. შრომის კოდექსი მე-9-10-ია რიგში ინვესტიციების განხილვისას. არ არის ის გადამწყვეტი. კიდევ ის არის საწარმოო ურთიერთობის, შრომითი ურთიერთობის მოწესრიგების მშვიდობის შემომტანი და გარკვეული ადამიანური სოციალური სტანდარტების დამამკვიდრებელი. ეს არის და ეს მისი ფუნქცია და მშვიდობის უზრუნველყოფა ამ კოდექსმა აი მეტნაკლებად ძალიან მყიფეა ეს რას ასე ვთქვათ სივრცე რაც მას შექმნა და მე პირადად ველოდები კაპიტალსა და შრომას საკმაოდ პრინციპულ შრომას და კაპიტალს შორის საკმაოდ პრინციპულ ბრძოლას, მაგრამ კანონის ფარგლებში და ვფიქრობ ეს ცივილიზებულია, ეს ნორმალურია და მე ვფიქრობ მაინც ეს არის ნაბიჯი წინ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ელოდებოდა საზოგადოება. ბატონო გოჩა, ექსპერტები სწორედ რომ კაპიტალთან, ანუ ბიზნესთან მინდა პარალელი გავულო, ექსპერტები საუბრობდნენ, რომ ახალი შრომის კოდექსის შემოღების შემთხვევაში ბიზნესი დაზარალდება, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება და თუ ასეა. ვიცოდი რომ ეს შეკითხვა დაისმებოდა და ვინაიდან პროფკავშირები ზოგიერთებისთვის ბიზნესის ნაწილში განსაკუთრებით და ზოგს კიდე მთავრობაში და პარლამენტში რადგანაც დაბალღობები ვაჩნივართ, ამიტომ მოვიტან აგერ სულ რაღაც ცხელი არის განცხადება,
რომელიც გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ 10 ივნისს, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. და გარკვევით წერია, რომ მოქმედი შრომის კოდექსი გულისხმობდა ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას დამსაქმებლის სრული საფუძველზე უმუშევრობის დახმარების სისტემის არარსებობისა და ზეგანაკვეთური მუშაობის დამატებით ანაზღაურების გარეშე, რაშიც დასაქმებულები მნიშვნელოვან გაურკვევლობას აწყდებოდნენ და ეს კი უნარებსა და საკადრო რესურსში ინვესტიციების სრულის ამცირებდა და დასაქმების მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა. და შემდეგ მოდის, რომ უფრო დაბალანსებული შრომის კოდექსი, რომელსაც ახლა იღებენ, დამსაქმებელს მოეთხოვება დაასაბუთოს კადრის სამსახურიდან გაშვება, უმუშევრობის სარგოს მოცულობა იზრდება, რაც გაზრდის мотивაციას და შრომის პროდუქტიულობას. ანუ ეს არის ის განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ამას მაინც ხო სცემენ პატივს. ანუ აქ პირდაპირ წერია, რომ ის, რასაც ჩვენ ადვოკატირებას უწევთ, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, დიახაც რომ ის ხელშემწყობია პროდუქტიულობის და შრომის ბაზრის ნორმალურად ფორმირების და ბიზნესის განვითარების. კიდევ ერთხელ, შრომის კოდექსი არ არის მთავარი ინსტრუმენტი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ნონსენსი. ბიზნესმენები გაზარმაცნენ საქართველოში დიდი ნაწილი და მათ ექსპლუატაციის და შრომით უფლების დარღვევის ხარჯზე ფასის რეგულირება ისწავლეს და არა ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება, კვალიფიკაციაში და უნარებში ინვესტირება და ამდენად შრომის ნაყოფიერების გაზრდა და მეორე ბაზარზე კონკურენტულად უნარიანი მდგომარეობის ანუ არანაირი კავშირი არ არის ინვესტიციების შემოდინებასთან და თქვათ ბიზნესის არანაირი პირდაპირი კავშირი არ არის. აქ ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მართლა როზა ლუქსემბურგის ოცნებაზე. ეს რომ როზა ლუქსემბურგის ოცნება ყოფილიყო 54 მუხლი კი არ იქნებოდა ამ კოდექსში, იქნებოდა 154 მუხლი და სულ სხვანაირი კოდექსი. როზა ლუქსემბურგი იყო სოციალ-დემოკრატების ასე თქვათ ერთ-ერთი მეწინავე ფლაგმანი, მაგრამ ის ბოლოს კომუნიზმში გადაიჭრა. ხო, ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ ნორმალურ მიდგომას, რასაც სოციალური ევროპა ახორციელებს უკვე 10 წლების განმავლობაში და მან დაამტკიცა თავისი აი მოდელმა დაამტკიცა თავისი წარმატებულობა და ასე ვთქვათ ნაყოფიერება. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. კეთილი. თქვენ აღნიშნეთ დადებითი მხარეც, ეს არის დეკრეტის, ანუ დეკრეტულ შეებულებაში მყოფი ქალბატონების გაუმჯობესება და ასევე ახალგაზრდებთან მიმართებაში, ანუ შრომის, თქვათ, იგივე სამუშაო გრაფიკის შემცირება. დიახ, ისევ და ისევ უნდა ნორმირებული გრაფიკი უნდა იყოს, ხო? დიახ. და უნდა აღინიშნოს, რომ ის რა არის, ეს კომპლექსური საკითხი არის. ეხლა ჩვენ დრო არ გვეყოფ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს. ის რომ ჩაიწერა, რომ ქალბატონის ფეხმძიმობის დადასტურების მომენტიდან მის სამსახურიდან დათხოვნა აღარ შეიძლება, თუ ის ამას ოფიციალურად ცნობის სახით წარადგენს დამსაქმებელთან, ხო, ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ არის სხვა საკითხები, როგორიცაა დეკრეტული შეებულების ხანგრძლივობის პერიოდი, დეკრეტული შეებულების ანაზღაურების საკითხი, ნუ რომელიც კოდექსის თემა არ იყო და ის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება ოდენობა დეკრეტული შეებულების ანაზღაურებისა, მაგრამ ეს საკითხები სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, დეკრეტიდან გამოსვლის შემდეგ ეგრევე სამსახურიდან რო ითხოვ თავისუფლება და ამისუფლება რო ქალბატონს ეშინოდა ამის გამხელა. დიახ, ეშინოდა და ამაშია საქმე. ეს ეხლა ასე თუ ისე მოგვარდა, მაგრამ ჩვენ ველოდებით წინ კიდევ ბევრი სამუშაო ამიმართულებით. რაც შეეხება ახალგაზრდების შრომას, დიახ, 14-დან 16 წლამდე, 16-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების სამუშაო დრო მცირდება, მაგრამ ისევ და ისევ ეს უფლებები, ამ უფლებების შეძენა დასაქმებულებისთვის იწვევს მათ ერთგვარ მოწყვლადობას სამუშაო ბაზარზე. ამას სხვა წახალისების მექანიზმები ჭირდება, რომ ბიზნესმა ახალგაზრდები აიყვანოს. როცა ადამიანს უფლებებს უმატებ, რა თქმა უნდა, ბიზნესი ამას უკვე შიშით უყურებს, მაგრამ ბიზნესს სხვა წამახალისებელი მექანიზმები ჭირდება. ისე გამოვიდა, რომ თითქოს აქ მთავარი დაპირისპირებული მხარეები არიან ბიზნესი და პროფკავშირები და მთავრობამ რაღაც არბიტრის როლი მიიღო. მთავრობის პოლიტიკა სად არის? უმუშევრობის შემწეობის და დაზღვევის პოლიტიკა სად არის? სად არის სახელმწიფო დასაქმების სამსახურების პოლიტიკა? რატომ სწრაფად არ ხდება ეს ამბავი? ის საკითხი, რომ ახალგაზრდების შრომას ხელშეწყობა ჭირდება და სპეციალური შეღავათები, არა მხოლოდ მათ უნარშეზღუდულებისთვის სპეციალური შეღავათებია საჭირო, ქალების შრომისთვის სპეციალური შეღავათებია საჭირო. ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ასევე შრომის უსაფრთხოების საკითხები, ამაზე იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეაწულუკიანმა ისაუბრა და დაგვირდა, რომ ახლოს მომავალში დაიწყება ამ საკითხებზე მუშაობა. იმედით უყურებთ ამ დაპირებას და ქალბატონ თეას დიდ მადლობას გადავუხდით, იმიტომ რომ მან მართლა ბევრი არათუ იშრობა, ბევრი იბრძოლა, რომ კოდექსი ნორმალური ყოფილიყო. მას როგორ გამოვიდა ეს, ყველას ერთად როგორ გამოგვივიდა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მან თავის საქმე გააკეთა. ჩვენ მისი ბჟერა და გვინდა რომ ნახოთ მალე ამ ეტაპის დაწყება და სხვათა შორის მის განმარტებას მოვიშველიებ, რამდენიმე დღის წინ მან გააკეთა შრომის კოდექსი. მან თქვა, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი და ჩვენ მას აბსოლუტურად ვეთანხმებით. ეს არის მინიმუმის მინიმუმი, მაგრამ მაინც ნაბიჯი წინ. და ვადიან ხელშეკრულებებს მინდა დაუბრუნდე. იცით, აი ერთი საკითხი, რომელიც ასევე ცოტა არ იყოს და გაურკვეველია, ეს
ასე თქვენი პროტესტის მოყვა მე-14 მოხს გულისხმობ. ეს არის საათობრივი, ვთქვათ, სამუშაო დრო 40 და 48 საათი. აბსოლუტურად გაუგებარი, ნონსენსური სიტუაცია გვაქვს რა, თუ შეიძლება ქართულად ასე ითქვას. შეუძლებელია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება მიბმული იყოს სამუშაო სპეციფიკასთან. კი ბატონო, თუ რაღაც სამუშაო სპეციფიური რეჟიმი იწვევს იმას, რომ ადამიანმა გეთანხმებით, რა თქმა უნდა, თუ სპეციფიური რეჟიმი იწვევს იმას, რომ 8 საათზე მეტი უნდა იმუშაოს ადამიანმა, კი ბატონო, იმუშაოს იმან 9-10 საათი, მაგრამ მას აუნაზღაურე 8 საათს შემდეგ ზეგანაკვეთური. თუ კი მეორე ნაწილის კატეგორიას უნაზღაურებ, ანუ 40 საათიანი სამუშაო კვირა, ვისაც ეხება, იმას უნაზღაურებ, იმან რა დააშავა, ვინც დღეში 8 საათზე მეც მუშაობს. აქ ურთიერთკავშირი ამ მომცნებას შორის სამუშაო დროსა და ზეგანაკვეთურის ანაზღაურება, უпростоრად სამუშაო რეჟიმსა და ზეგანაკვეთურ შრომას შორის არანაირი არ არის და ჩვენ ეს შეკითხვები დავსვით ბევრჯერ და ვერავისგან პასუხი ვერც პარლამენტში, ვერც მთავრობაში, ვერც ბიზნესისგან ვერ მივიღეთ. ჩვენ მაგალითად გავიზიარეთ ისეთი შენიშვნა ბიზნესისა, როგორიც არის, რომ მაგალითად კონკურენტთან მუშაობის სამუშაოდ გადასვლისას, თქვათ, შეზღუდონ გარკვეულწილად თავიანთი დასაქმებულები. წინა მოქმედ კოდექსში 5 წლით შეუძლია დამსაქმებელმა შეზღუდოს დასაქმებულები, რომ კონკურენტთან არ გადავიდეს და არანაირი ანაზღაურება და კომპენსაცია. ეხლა ჩაიწერა და ჩვენ დავთანხმდით ამას, რომ 6 თვით შეიძლება შეიზღუდოს კონკურენტთან მუშაობა, მასთან დასაქმებული ადამიანისა, ოღონდ ის 6 თვე ხელფასი უნდა გადაუხადოს სრულად. გასაგებია. და ბოლო კითხვა, რა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა, ანუ მეტად პრობლემატური საკითხები, რაზეც აპირებთ ყურადღების გამახვილებას. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. კიდევ ისევ და ისევ ჩვენ მონაწილე ვართ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა საერთაშორისო კონვენციების და დოკუმენტების, მათ შორის ევროპის სოციალური ქარტიის. ევროპის სოციალურ ქარტიას ეს კოდექსი, ეს ცვლილებები არ შეესაბამება რამდენიმე ნაწილში, ჩამოთვლი რამდენიმე. სამუშაო დრო უკვე განვიხილეთ, აღარ შევჩერდები. ღამის მუშაობა და ღამე მუშაობა შეღავათები რომ ეკუთვნის დასაქმებულებს, ეს საერთოდ არ გათვალისწინებული. მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში როგორი უნდა იყოს წინასწარ შეტყობინების ძალიან საინტერესო საკითხია, ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი თემა განსაკუთრებით სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო არის ამ შემთხვევაში შავდღეში, როცა ძალიან მოკლედ იქნებ მაყურებელს განუმარტოთ, რა ხდება მასობრივი დათხოვნების შემთხვევაში და მასობრივი დათხოვნად განისაზღვრა შემთხვევა, როდესაც ერთადერთი შემთხვევა, მაშინ როცა ევროპის ვთქვათ დირექტივები სულ სხვა რამეს მოითხოვდა, დეტალურია ძალიან, განისაზღვრა მხოლოდ ის, რომ 15 დღის განმავლობაში თუ 100 დასაქმებულზე მეც გაუშვებს საწარმო და მაშინ 45 დღით ადრე უნდა შეატყობინოს სახელმწიფოს, რომ ვაპირებ ამდენი ხალხის გამოყრას შრომის ბაზარზე და იქნებ რამე უშველოდ. ეს არის პროფკავშირების როლი ამ შემთხვევაში. ევროპის სოციალური ქარტია მოითხოვს, რომ დასაქმებულთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა კონსულტაციები უნდა გაიაროს დამსაქმებელმა. ეს საერთოდ ამოღებულია და ამიტომ ერთ-ერთი შეუთავსებლობა ევროპის სოციალურ ქარტიასთან კიდევ და კიდევ ეს არის. ბიზნეს ეშინოდა, რომ რატომ უნდა შეუთანხმოთ, ან რატომ უნდა გავწიოთ კონსულტაციები პროფკავშირებთან. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ დავბლოკოთ შემცირება, არა, იქნებ ხელფასები დაიკლოს ხალხმა, იქნებ სახელმწიფო სუბსიდირება გააკეთოს ხელფასებისა, იქნებ შევინარჩუნოთ ნაწილი, სამუშაო დრო შევამციროთ, რომ ხალხი შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილზე. აი ეს არის. ბატონო გოჩა, წარმატებებს გისურვებთ. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია სტუმრობდა დღევანდელ გადაცემას. რეკლამის შემდეგ უკვე ევროპული პრესის ძირითადი აქცენტები. დაპირებისამებრ დააგიბრუნდით ევროპული პრესის ძირითადი აქცენტებით. რაზე საუბრობდა ევროპა გასული კვირის მსვლელობისას, ამაზე გიორგი ფოფხაძე მოგვიყვება. მოგესალმებით, ალეკო მივესალმები ჩვენს ინტერნეტ და ტელემაყურებელს. ევროპული გაზეთების მთავარი თემა ამ კვირაში გახლავთ ესპანეთში სპორტსმენების ფინანსური სკანდალი. ესპანელის სპორტსმენების ქონებრივ და საგადასახადო დეკლარაციებს ფინანსური პოლიცია ამოწმებს, წერს ესპანური პოპულარული გაზეთი El País. ლეო მესი, არანტა სანჩეს ვიკარიო, რაფაელ ნადალი, ლუის ფიგუ და სამუელ ეტო შემჩნეულები არიან გადასახადების დამალვაში. ბარსას ყოფილ თავდასხმელს სამუელ ეტუს ესპანეთის ფინანსური პოლიცია 3 მილიონ ნახევარი ევროს დამალვაში ადადაშაულებს. საქმე იმაშია, წერს გაზეთი, რომ 2006-2009 წლებში რეკლამების შედეგად მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი სამუელ ეტუს არ დაუდეკლარირებია, რაც საერთო ჯამში 3 მილიონ ნახევარ ევროს შეადგენს. სულ ცოტა ხნის წინ, წერს გაზეთი El País, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელს და ბარსას და რეალ მადრიდის ყოფილ მოთამაშეს ლუის ფიგუს 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე იმაშია, წერს გაზეთი, რომ ლუის ფიგუს 1997-1999 წლების შემოსავლები პრაქტიკულად არ დაუდეკლარირებინა.
არანტა სანჩეს ვიკარიოს კი 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს სანჩეს ვიკარიომ იმისათვის რომ გადასახადებისაგან თავი აერიდებინა ანდორაში მოხსნა ბინა ვითომ იქ ცხოვრობდა სინამდვილეში კი ბარსელონაში აგრძელებდა ცხოვრებასა და მოღვაწეობას შავი ღრუბლები იკრიბება ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ირგვლივ საგადასახადო პოლიცია რაფაელ ნადალს დიდი თანხის დამალვას ედავება რადგან რაფაელ ნადალის ფირმები დარეგისტრირებულია ბასკეთის მხარეში არსებულ თავისუფალ ეკონომიურ ზონაში ხოლო ამ ზონაში და ბასკეთის მხარეში ამ ფირმებს არანაირი კომერციული აქტივობა ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უწარმოებიათ, როდესაც იგივე ფირმები ბარსელონაში, კატალონიასა და კასტილიაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ. დღეისათვის სულ ეს იყო, სხვადასხვა თუ ეს სკანდალი გაგრძელდა, შესაძლებელია ესპანეთში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდეს სპორტულ ცხოვრებაში. მართლაც დღეისათვის სულ ეს იყო, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ გიორგი, ესე იგი სპორტულ სამყაროში განვითარებული სკანდალის მოლოდინში უკვე სამყარო მომავალი კვირიდან იქნება, რაც შეეხება ბრიუსელს. კიდევ ერთი თემა, ბრიუსელის პრეს-კლუბი მეტად პოპულარულია ევროჩინოვნიკებსა და ბელგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსების წარმომადგენლებს შორის. რას ნიშნავს ევროსტრუქტურებში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ბრიუსელის პრეს-კლუბი? მეცხრე არხის ბრიუსელის ბიუროს მიერ მომზადებული რეპორტაჟი გსურს შემოგთავაზოთ. ზუსტად ევროკომისიის წინ შუმანის მოედანზე ევროსტრუქტურებში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის გახსნილია ბრიუსელის პრეს-კლუბი, რომელიც 2011 წლიდან მოქმედებს. პრეს-კლუბი ყოველდღურად 100-ზე მეტ ჟურნალისტს ემსახურება და სთავაზობს მაქსიმალურ პირობებს მუშაობისათვის. პრეს-კლუბში 2 სააქტო დარბაზი და ჟურნალისტებისათვის მოწყობილი სამუშაო ოთახებია, საიდანაც შესაძლებელია რადიოსა და ტელევიზიისათვის პირდაპირი რეპორტაჟების მომზადება და რეალიზება. პრეს-კლუბში მოსული ჟურნალისტების განკარგულებაშია მინი-ბარი და უალკოჰოლო სასმელები. ბრიუსელის პრეს-კლუბი მეტად პოპულარულია ევროჩინოვნიკებსა და ბელგიაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის. 2011-ში გაჩნდა იდეა პრეს-კლუბის დაფუძნებისა ბრიუსელში. აკრედიტირებული ჟურნალისტები საჭიროებდნენ ადგილს, სადაც მათთვის საუკეთესო პირობები იქნებოდა შექმნილი შეხვედრების, დისკუსიის და პროფესიული ვალის შესასრულებლად. ჩვენ მიმართეთ ბრიუსელის რეგიონის მთავრობას და ჩვენი პრობლემებით და იდეებით მივადექით, რადგან ევროსტრუქტურებთან მუშაობა გაადვილებოდა ჟურნალისტებს და კორესპონდენტებს. 1200 უცხოელი ჟურნალისტი აკრედიტებული ევროსტრუქტურებში და მართლაც საჭირო იყო ასეთი პრეს-კლუბის შექმნა. ახლა უკვე ევროპის 19-სა და მსოფლიოს 154 ქვეყანასთან თანამშრომლობთ და იქაურ ჟურნალისტურ გაერთიანებებთან გვაქვს მჭიდრო კავშირი. წარმოიდგინეთ, რომ 2 წელიწადში ბრიუსელის პრეს-კლუბი გახდა ყველაზე პოპულარული ადგილი ჟურნალისტების, ევროჩინოვნიკების, პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისთვის. და ჩვენი ფინანსური პარტნიორები უკვე არა მარტო ბრიუსელის მთავრობაა, არამედ წამყვანი ბელგიური და საერთაშორისო ფირმები და ორგანიზაციები. ევროსტრუქტურებში აკრედიტებული ჟურნალისტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლთათვის ბრიუსელის პრეს-კლუბი თითქმის ყოველდღურად აწყობს პრეს-კონფერენციებს, კოლოკვიუმებს და ორგანიზებას უკეთებს ევროჩინოვნიკებისა და ჟურნალისტების მრგვალ მაგიდასთან შეხვედრებს. ბრიუსელის პრეს-კლუბის ხშირი სტუმრები არიან ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპარლამენტარები, ევროკომისრები და ბრიუსელში სტუმრად მყოფი ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დამცველები. სწორედ ჩვენი რეპორტაჟის მომზადებისას კომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომი ბრიუსელის პრეს-კლუბს სტუმრობდა, სადაც ჟურნალისტების წინაშე ევროკავშირის ახალი საემიგრაციო კანონპროექტის წარსდგა და საჯარო განხილვა მოაწყო. ეს ის ადგილია, სადაც ბრიუსელში აკრედიტებული ჟურნალისტები ვიკრიბებით. ეს არის ჩვენი საამქრო. საქმის გარეშეც კოლეგებთან შესახვედრი და სადისკუსიო ადგილი. ჟურნალისტებს გვიყვარს ბევრი ლაპარაკი და პრეს-კლუბი შესანიშნავი ადგილია. რაც მთავარია, ეს არის ადგილი, სადაც ევროჩინოვნიკებს, ევროკომისრებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს პირისპირ ვხვდებით და ვესაუბრებით. აქ ინტერვიუს და დისკუსიის შესანიშნავი შესაძლებლობაა. დღესაც კომისარი მალმსტრომი წარმოადგენს ღია დისკუსიაზე ახალ საიმიგრაციო კანონს. ეს არის ზუსტად კომისართან უშუალო კონტაქტის და კამათის საუკეთესო საშუალება.
ბრიუსელის პრესკლუბი ევროკავშირის ქვეყნების 19 ჟურნალისტურ გაერთიანებასა და ჟურნალისტურ კავშირთან თანამშრომლობს. ასევე უშვებს საკუთარ ჟურნალს, სადაც ნებისმიერ ჟურნალისტს ეძლევა სტატიის გამოქვეყნების უფლება აქტუალურ თემებზე. ბრიუსელის პრესკლუბს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოში მედიაკავშირ ობიექტივთან და სწორედ ბრიუსელის პრესკლუბისა და მედიაკავშირ ობიექტივის ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაზე შეიტყო ევროსტრუქტურებმა ქართველი ფოტოგრაფების დაპატიმრების შესახებ. მედიაკავშირ ობიექტივისა და ბრიუსელის პრესკლუბის საერთო პროექტი იყო ქართველი უფლებადამცველების კონფერენცია გასული წლის სექტემბერში, სადაც აჩვენეს გიორგი ხაინდრავას ფილმი დემოკრატიის შუქურა და ასევე ბრიუსელის პრესკლუბი იყო ინიციატორი ტელეკომპანია მეცხრე ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემების ევროსტრუქტურებში გაშუქებისა. სასურველია რომ ასეთი ტიპის პრესკლუბი ჩვენთანაც ჩამოყალიბდეს. ამჯერად თქვენთან ერთად ვესტუმრებით ჟურნალ გზას, მის რედაქციას და ვნახოთ თუ როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, აღნიშნული ჟურნალისტა და რა თემებს თავაზობენ მკითხველს. აირჩიე შენი გზა ამ სლოგანით ჟურნალმა გზამ 13 წლის წინ თავი მედია ბაზარზე დაიმკვიდრა. თავდაპირველად ჟურნალი ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 4 თვის შემდეგ კი ყოველკვირეული გამოცემა გახდა. გზას 13 წლის განმავლობაში პრიორიტეტები არ შეუცვლია. წერს საზოგადოებისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე. განსაკუთრებით ვცდილობთ გავაშუქოთ ის, რაც შეეხება კულტურის ცხოვრებას, ჩვენი კულტურის ისტორიის თვალსაჩინო მოღვაწეები წარმოაჩინოთ და პლუს ამას ის პრობლემატიკა, რომელიც ყველაზე მეტად ხდება ადამიანის გულზე. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ისეთი ლიდერები, რომელიც უბრალოდ ადამიანის გასაჭირს ასახავს და ბევრი ასეთი გაჭირებულისთვის ჩვენი პუბლიკაციის შემდეგ დახმარებას გაუწევია. ასე რომ ხელმოქმედება ერთ-ერთი პრიორიტეტია ასე. ჟურნალი გზა ცდილობს არ იყოს ყვითელი პრესა. მკითხველს მიაწოდოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესების ობიექტური ანალიზი. ჟურნალისტვის მთავარი მკითხველის შენარჩუნებაა, ამიტომაც წელიწადში რამდენჯერმე გამოკითხვას ატარებს. ადგენს რომელი რუბრიკაა ყველაზე პოპულარული. ჟურნალისტების აზრით ამით გზა მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. ისინი საზოგადოებას აწვდიან იმ ინფორმაციას, ისიც აკითხვაც მათ სურთ. ვცდილობთ რომ მკითხველის სურვილების მიხედვით ვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პრინციპებით, რომელსაც არასოდეს არ ვუხოთ და ის მკითხველი რადგანაც მისი სურვილი სრულდება ჩვენ ჟურნალში, ასე ვთქვათ, ხო, მუდმივად ყიდულობს. ობიექტურობა და გადამოწმებული ინფორმაცია რესპონდენტის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად ხშირად სკანდალზე უარის თქმაც. ეს გზის ჟურნალისტების ძირითადი პრიორიტეტებია. კორესპონდენტების განცხადებით ისინი არასდროს ამბობენ უარს ინტერვიუების ჩასწორებაზე. ამით რესპონდენტების ნდობას ინარჩუნებენ. აი ამ წლების მანძილზე არ მქონია არც ერთი შემთხვევა, როდესაც თქვათ რესპონდენტს უკმაყოფილება გამოეთქვას ჩემი მისამართით. იმ მარტივი მიზეზის გამო ხდება ეს, რომ მე არასდროს არ უწერ იმას, რაც არ მესმის დიქტოფონიდან. შესაბამისად ეს უსიამოვნო სიურპრიზებიც ირიცხება. გზა პირველი იყო, რომელმაც სოციალური პროექტი ქართული პროზის საგანძური განახორციელა. უკვე წლებია ჟურნალთან ერთად მკითხველს წიგნის შეძენაც შეუძლია. ამ პროექტის შემდეგ გამოცემის ტირაჟი და გაყიდვები რამდენჯერმე გაიზარდა. ჟურნალ გზას წარმატებებს უსურვებთ მათ მიერ წამოწყებულ თითოეულ პროექტში და გადაცემის დასკვნით ნაწილში ტრადიციული რუბრიკა რას ფიქრობენ თქვენთვის ცნობილი ადამიანები მათზე გამოქვეყნებულ თემებზე ბეჭდურ მედიას გულისხმობთ და ამჯერად ჩვენი გადამყრები ჯგუფი ნანული სარაჯიშვილს ესტუმრა. ნანული ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრში იყავით. თუ გახსოვს რა იწერებოდა თქვენზე, ანუ თავდაპირველად როდესაც დაიწყო თქვენი კარიერა? ყველაფერი კარგი იწერებოდა, ცუც დაწერდა ჩემგან.
ჯერზე, მაგრამ საქმე რაშია, იცით, მე ცოტა ადრეული ასაკი და მომიწია ეს, იცით, ფილმიდან გამომდინარე, როდესაც გადამიღეს ფილმში, მანანაზეა საუბარი, მიხვდით ალბათ 11 წლის ვიყავი და აი მის მერე, ეს გაზეთები და სხვათა შორის ეს ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, რომ გაზეთში ვინმე მოხვედრილიყო. აი თუ შეგიძლიათ შეადაროთ იმ დროს, როდესაც თქვენზე იწერებოდა, ის პრესა დღევანდელ პრესას. დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ დღევანდელი პრესის. მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველას რასაკვირველია ეს არ ეხება, მაგრამ ძალიან პროფესიონალები იყვნენ მაშინ. ასე არ იყო, ახლა უცბად ისეთ შეკითხვას მოგცემს ხანდახან ჟურნალისტი, აშკარად არაფერს უშუაში რო არ არის. მე სათაურები იცით ხო, როგორ იციან, რაღაცას ისე რაღაც წაიხუბრებ და გამოიტანენ ამ სათაურს და ქალბატონი, ნანული, რაღაცა ნიმესკის შოტით, რაღაც აი რესტორანში დავდივართ მეთქი გოგოები, როგორ ატარებ დროს, რაღაც ერთ-ერთი იმაში იყო ეს რა, როგორ დროს ატარებ, ესე დავდივართ მეთქი გოგოები და დავდებთ ფულს, ეხა არა გვაქვს იმედი საშუალება, თქვათ ერთმა დაპატიჟოს და დავდებთ ფულს მეთქა, ნანული სარაჯიშვილი დიდი ასოებით ნიმესკის შოტით დადის იმაში რესტორანში. და და სხვა. მე ვფიქრობ, რომ მაინც არ არის ისე მომზადებული, ისე კარგად მახსოვს დაურეკეს გოგი ეგეჭკოს. კაპრაზებული მოვიდა თეატრში ბრაზობ და გამირეკაო ჟურნალისტი ვარო თქვენთან ინტერვიუ მინდაო. კი ბატონო, ის რა ქვია, მოგცემთო სიამოვნებითო. მოგზადითო და სად მოვიდეთ? თეატრში მოგზანდითო და ბატონო ისა გოგი, რომელ თეატრში გამოდიხარ? და იქ დავამთავრე ყველაფერი. კარგად იყავი, გენაცვალე, შენ აზზე არ ახარები. არც იცია რომელ თეატრში ხარ, სადა ხარ, ვინა ხარ, ახარ უბრალოდ ეთყობა ეს პროგრამა თუ რა არის დავალება, რომ უნდა გააკეთოს ინტერვიუ, მაგრამ არც იცია ვინ არის. და ამიტომ ძალიან ბევრი ერიდება. აი კონკრეტულად თქვენ თუ ერიდები თქვათ ჟურნალისტებს და იგივე ყვითელ პრესას. მე ვერიდები ხოლმე ვკითხულობ რა არის თემა. აუცილებლად ეს ეხლა ვისწავლე ჭუას სხვათა შორის ცოტა იმაში რომ შევედი ასაკში, იმიტომ რომ ბევრჯერ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდი და მე გადავწყვიტე რომ თემა ვიკითხო. კალათანანდული პრესა, ზოგადად მედია ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ როლს თამაშობს, მით უმეტეს როდესაც საუბარია ხელოვანზე. თქვენ ცხოვრებაში რა როლი ითამაშა პრესამ? არა, როგორ არა, დადებითი ყოველ შემთხვევაში უარყოფითი არა. არასდროს რაღაცა ისეთი ცუდი რო აი ვთქვათ მე არ მესია მოვნა და რაღაცა ასეთი არასდროს რა ვიცი, ჩემზე არ წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ახლა სულ რომ გაწყვიტო პრესასთან კავშირი და რაღაცა ინტერვიუები იგივე ტელევიზიაში, იგივე იმაში, მე ვფიქრობ, რომ ეს მსახიობისთვის აუცილებელია. მოგეთ, ესეთი იყო დღევანდელი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღევანდელი დღის ნახევარი საათი დაუთმეთ პრეს ზონას. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, კარგად გრძანდებოდეთ.